საყვარელო მაყურებლებო, ეხლა გვექნება გაშლა რა მომავალი გელოდებათ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან. Გაშლა ეხება პირად ურთიერთობას, ვარიანტი გვექნება ერთი, ასე რომ კარგად მოусმინეთ დახასიათებას, ყველას ეს გაშლა არ მოუხდება. ნახოთ, ვინ ხართ თქვენ, რა ენერგიებში იმყოფებით. შეიძლება შორს ხართ ეხლა ამ ადამიანისგან სხვა ქვეყანაში. ზოგადად რაღაცა დაამთავრდა თქვენს ცხოვრებაში და რაღაცა ახალი მიზნები დაისახეთ, ანუ თქვენი ცხოვრება თითქოს გაიყო მანამ და ეხლა. ბევრი მიზნები და ბევრი ოცნებები გაქვთ. ზოგადად ბევრი იმედგაცრუება გქონიათ ცხოვრებაში, ბევრი კრიზისული მდგომარეობა, მაგრამ აქ თქვენ ძალიან ძლიერები ხართ ყოველთვის დგებით ჩიტი ფენიქსივით და იწყებთ თავიდან, რამეჯერაც არ უნდა დავარდეთ. თუ იცანით თქვენი თავი, გააგრძელეთ ყურება და გადავედით თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის დახასიათებაზე, როგორია, რა ენერგიებშია, მკვდარზე ვენოკი მაპატიეთ. მაპატიეთ შეიძლება ვიღაცა აბათი იყოს, თითქოს არაფერს გაკეთება არ უნდა, ყურები ჩამოყარა, ხელები დაეღალა, ამასაც დაეხურა რაღაც ციკლი, არ ვიცი. შეიძლება სამსახური შეიცვალა, რაღაცა ახალი შანსები აქვს, ხო ეს უფრო სამსახურეობრივი სფეროა, გადაწყვეტილებას იღებს, ან უკვე მიიღო, რაღაც ახალ ჰორიზონტებს უყურებს. რას ეხება ეს? თავის საკუთარ ამბიციებს და საკუთარი პატარა ბავშვის შინაგანი ბავშვის უფრო სწორად დაკმაყოფილებისკენ აიღო გეზი. შეიძლება დიდი ხანი იყო რაღაც შეზღუდვებში და ახლა მოიცალა საკუთარი თავისთვის. წავიდა საით. რაღაც გამოტულია, კრიზისშია. აქ ბევრთან გათამაშება, რომ დასილებულები ხართ და პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტილება. აქ მანიპულატორი ადამიანია. შეიძლება თავის საქმის კარგი სპეციალისტი, შეიძლება ზოგადად კარგად შეუძლია ადამიანებზე მოახდინოს ზეგავლენა და საკუთარი აზრი მიაწოდოს ისე, რომ და ჩაუნერგოს ადამიანს, რომ იმ ადამიანს ეგონოს, რომ ეს მისი აზრი იყო და მისი გადაწყვეტილება. აქ ესეთი ადამიანია ძალიან მოხერხებული. ეხლა საჯარო გაშლა რო არ იყოს, ცოტა სხვა სიტყვას ვიხმარდი, მაგრამ თავს შევიკავებ. ნახოთ ჯერ, ვინ ხართ მისთვის. თქვენ მასში ემოციებს აღვიძებთ, წყვილად გხედავთ, მაგრამ აქ რაღაც ტრანსფორმაციებია, სიკვდილი, რა მოხდა? ჩაიკეტა, ეხლა ჩაკეტილია ეს ადამიანი. კრიზისის გამო, ვიღაცასთან ფინანსური, ვიღაცასთან სულიერი, ვიღაცასთან მენტალური, ვიღაცასთან ზოგადად არ ვიცი რაღაც ადამიანი ეს ეძებს საკუთარ თავს. მოპატიეთ. მიმართა რაღაც ეშმაკობებს აქ. არ ვიტყვი ესეთ მომავალ სიტყვა ტყუილს, მაგრამ ეშმაკობებს. ის ჩანაფიქრები. უნდა რომ კარდინალურად შეცვალოს ყველაფერი და ამისთვის რაღაც ნაბიჯებს ნამდვილად გაქვს, ამისთვის მუშაობს. რა სფეროა ეს? ისევ თავის საკუთარი პატარა ბავშვი. ეს ცუდი არ არის, როცა დაკმაყოფილებულია შინაგანი ბავშვი, შემდეგ უფრო ადვილია გაეგოს ადამიანი რა უნდა. უნდა რომ იყოს გამარჯვებული აქ. რას გეგმავს? აქ ბევრთან გეგმავს საერთოდ დახუროს თქვენთან ურთიერთობა. და ვინც წასულია, უმეტესობა გეგმავს დაბრუნებას. საჯარო გაშლა და ბევრი ვარიანტები თამაშდება მაგიტო, პირადად თქვენი სიტუაციის განსახილველად, კონკრეტულად,
მოგწერეთ პირადში. ვიღაცა ხელისთხოვნას ფიქრობდა, მაგრამ გადაიფიქრა. კრიზისის გამო. კრიზისი როგორც მოგახსენეთ უკვე შეგვიძლია იყოს ბევრნაირი, კარგით. რა თქმა უნდა, ეს არ არის 100%-იანი, მაგრამ დაახლოებით ჯერ ერთი იმიტომ რომ საჯარო გაშლა, მეორე იმიტომ რომ ენერგიები იცვლება. რა მომავალი გელოდება ჩაფიქრებულ ადამიანთან. ნუ აქ აი სულ სამყარო ამოდის, სულ ციკლის დახურვა, რაღაცის დაწყება, ისე როგორც იყო, აღარ იქნება. რა იქნება თქვენ შორის? მოჩვენებითი მოძრაობა, ანუ ეტლი, ხმლების 7-იანი, რაც არის ტყუილი, ანუ მოჩვენებითი მოძრაობა წყვილური ურთიერთობისთვის. იქნება აქ უახლოეს მომავალში. ანუ ადამიანს უნდა ილუზიებს ჩაკარგოთ. მიზანი რა აქვს სინამდვილეში რა უნდა ნგრევა, რისი ნგრევა? ნუ მოწყენილია თქვენად. თქვენ მისი რაღაც ატრიბუტი ვითხრათ. რა თქმა უნდა, ბუდიშტმა პატიეთ ყველასთან ესე ვერ გათამაშდება. მოდით რჩევა თქვენ როგორ გამოვეცით ამ სიტუაციაში. ძალიან ბრძნულად. ძალიან დაფიქრებულად. სიკვდილი. დეპრესია. თქვენ თუ არ დახურავთ ამ ურთიერთობას, ჩავარდებით სასწაულ დეპრესიაში. ეს ოჯახის კარტი რა არის? ანუ ვისთანაც არის აქ ოჯახი, არის შანსი, რომ რაღაცა, ანუ თუნდაც დანგრეული ხო, რაღაცა აღორძინდეს, გალამაზდეს, აყვავდეს, მაგრამ ვისთანაც არა თქვენ სულ მუდამ მოგიწევთ, რომ თქვენ იყოთ ძლიერი, ათვენიეროთ ეს ლომი, აწყვეტილი, რა ვიცი გიღირთ. ადამიანი აქ ეშმაკივით შეპრობილებით არის საკუთარი ეგოთი, ეგოცენტრული ადამიანია ძალიან. კონფლიქტური და ბავშვური მაქსიმალიზმი. ან ყველაფერი, ან არაფერი, манипуляტორი, სასწაული, გიგოებო, ყველასთან ეს არ გათამაშდება, შეგეშინდეთ, ზოგიერთებს ძალიან კარგი ბიჭები ყავთ, დარწმუნებული ვარ. კონკრეტულად თქვენ სიტუაციის განსახილვად მომწერეთ პირადში და იქ გავარჩიოთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც მიყურეთ. მადლობა ლაიქებისთვის, მადლობა გამოწერებისთვის, მადლობა კომენტარებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი არხის განვითარებისთვის და ძალიან დიდი სტიმულია. ძალიან დიდი მადლობა ყველას.